მოგესალმებით, ეთერშია ქალების ნარატივი, მე მარია მიზორია ვარ და დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ორ სრულიად განსხვავებულ, თუმცა ქვეყნის ეკონომიკისთვის თანაბრად მნიშვნელოვან და საინტერესო მიმართულებებზე. ადგილობრივ წარმოებასა და ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებას მიმოვიხილავთ. პირველ ბლოკში გაგაცნობთ საოჯახო ბიზნესს, რომელმაც ქართული ტრადიციული ნუგბარი, თანამედროვე პრემიუმ გასტრონომიის მოთხოვნებს მოარგო და ბავშვობის გემოები ახალი კონცეფციით შემოგვთავაზა. გადაცემის მეორე ნაწილში კი ვისაუბრებთ ტურიზმის სექტორში, კერძოდ ყაზბეგის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, იქამდე კი ტრადიციულად ვნახოთ ბიზნეს და ეკონომიკის სიახლეები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების 2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით სახელმწიფო კომპანიამ მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების პროგრამაზე 17.900.000 ლარი დახარჯა, აღნიშნული თანხა წინა წელთან შედარებით 5.233.000 ლარით, ანუ დაახლოებით 41%-ით მეტია. 2024 წელს აღნიშნული ხარჯი 12.700.000 ლარი იყო. ქართულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია One Click Airways-მა თელ-ავივის ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია TAV Georgia's ინფორმაციით One Click Airways-მა პირველი ფრენა Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულა. ნავთობგადამუშავებელი კომპანია Black Sea Petroleum 2027 წლის მეორე კვარტლიდან საავიაციო საწვავის წარმოების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული. ყულევის ნავთობგადამუშავებელ ქარხანას საავიაციო საწვავის წარმოებას საერთაშორისო კომპანია Honeywell-თან გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად დანერგილი ტექნოლოგიით მოახდენს. 2026 წლის მაისში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები პოზიტიური ზრდის ტემპს დაუბრუნდა ყველა შერჩეულ რეგიონში. ამის შესახებ TBC კაპიტალის პუბლიკაციაში აღნიშნული. მაისში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა შედარებით სუსტი აპრილის შემდეგ აღდგა და 30%-ს გაუტოლდა, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ჭრილში 32%-ით გაიზარდა. ქართული პურფუნთუშეულის მწარმოებელი იფქლი დილომი ექსპორტს ისრაელის ბაზარზე სტაბილურად აგრძელებს და პარალელურად ჩინეთში შესასვლელადაც ემზადება. ამის შესახებ BMG-თან კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა სოფიო ბედიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იფქლი დილომის პროდუქცია ამჟამად ისრაელის რამდენიმე მსხვილ ქსელურ მარკეტში იყიდება. კომპანია პურს ადგილობრივ პარტნიორს აწვდის, რომელიც პროდუქციას საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით იფქლი დილომის ბრენდით ავრცელებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ითხოვს თანხმობას, რომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დაცვის კვლევის, დიაგნოსტირებისა და რესტავრაციისთვის საჭირო შესყიდვები გამარტივებული წესით განახორციელოს. პროექტის ჯამური სავარაუდო ღირებულება არაუმეტეს 5 მილიონი ლარით განისაზღვრა. ეს არის გეგმა, რომელიც 2026-2027 წლების პერიოდს მოიცავს. როგორ იქცა ტრადიცია თანამედროვე ბიზნესად 2021 წელს დების თამარ და თინათინ ურიდიების იდეით დაარსებულმა საოჯახო ბიზნესმა თათარათი სწორედ ეს შეძლო. წინასაწარმო მომხმარებელს ნატურალური პროდუქციის ფართო ასორტიმენტს თავაზობს დაწყებული 5 სახის ტყლაპის, ჟელიბონითა და ტრადიციული ჩურჩხელით დასრულებული სხვადასხვა ვრცელი ასორტიმენტით და ქართული თხილეულის სინთეზით. პროდუქცია სრულად ნატურალური ნედლეულით მზადდება, რომლის ნაწილსაც ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობენ. ნაწილი კი იმპორტირებულია. დღეს თათარათი აქტიურად ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და სამომავლოდ საკუთარი საწარმოს კიდევ უფრო გაფართოებასაც გეგმავს. რა ეტაპზეა ბიზნესი, ახლა და რა სირთულებთან არის დაკავშირებული ნატურალური ნუგბარის წარმოება საქართველოში, ამაზე თავად დამფუძნებლები ისაუბრებენ. თამარ და თინათინ ურიდიები თათარათის დამფუძნებლები არიან დღეს ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით თამარ, თინათინ, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის.
უპირველესად მინდა დავიწყოთ იდეით. 2021 წელს იწყებს ოპერირებას კომპანია და საინტერესო რა იყო ის მთავარი იდეა, რატომაც გადაწყდა, რომ ეს ბიზნესი შექმნილიყო და მათ შორის გაერთიანებულა ქართული მიმართულება, ხო? ეს ქართული პროდუქტები, ის ოჯახური გემოები, რომელსაც დღეს უკვე ბრენდი სთავაზობს ადგილობრივ ბაზარს. მოგესალმებით მარიამ, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენი სლოგანი ზუსტად აი ამ თქვენს შეკითხვას პასუხობს, გემო, რომელიც აცოცხლებს ნოსტალგიას და თაობებს აერთიანებს. დამეთანხმებით ალბათ, რომ ბავშვობის მოგონებებთან ასოცირდება გარკვეულწილად ტკბილეული, ნუგბარი. დიახ და ჩვენი იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა, რომ შეგვექმნა ქართული ტრადიციული ნუგბარი თანამედროვე ელემენტებით, რომელიც შევთავაზეთ მომხმარებელს საზოგადოებას სრულიად ახალი კონცეფციით. აი იდეა აქედან წარმოიშვა ჩვენი და ვფიქრობ, რომ ეს გეგმა საკმაოდ წარმატებითაც განახორციელეთ. პირველი ნაბიჯები მინდა გავიხსენოთ თქვენთან გადმოვალ, აი რა იყო ის პირველი ნაბიჯები, რაც გადაიდგა იდეიდან პროდუქტამდე. როდესაც საქმე ეხება ქართულ ნუგბარს, ძირითადად ყველას აზრად მოსდის უფრო მეტად ჩურჩხელა, გოზინაყი, სტანდარტული ნუგბარი არის, რომელსაც რა თქმა უნდა საქართველოს ბაზარზე მრავლად ხვდებით, მაგრამ ჩვენი წამოწყების ძირითადი ღირებულება იყო, რომ ისეთი ნატურალური პროდუქტი შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, რომლის ნაკლებობაც დღეს საქართველოს ბაზარზე საკმაოდ არის. ამიტომ ცადეთ, რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოგვექცია ჩვენს წარმოებაში, შესაბამისად ფერმერები ზუსტად იმ კუთხეებიდან ავარჩიეთ, საიდანაც ნედლეული მოგვაქვს, რომ ზუსტად იმ კუთხის წარმოებული პროდუქტი შეგვეთავაზებინა ჩვენი მომხმარებლისთვის და საწყის ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ღირსეულად ვარჩევთ ამ ქართულ საქმეს თავს. ამიტომ ბატონო, და ასორტიმენტზეც მინდა ვისაუბროთ. რა არის ის პროდუქტები, სახეობები, რასაც დღეს ბრენდი სთავაზობს მომხმარებელს? ჩვენი პატარა საწარმოსთვის, საოჯახო საწარმოსთვის, რომელიც არის დღესდღეობით ქართულ ბაზარზე, საკმაოდ დიდი არჩევანია, 25 სახეობის პროდუქტს ვაწარმოებთ და აქედან რამოდენიმე პროდუქტი არის ექსკლუზიური. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროდუქცია ექმნება ხელით და არ არის მასშტაბური წარმოება. და ესეც თავის ასე ვთქვათ, ღირებულებას და ინდივიდუალიზმს ძენს, რა თქმა უნდა. ჩამოვთვალოთ რამდენიმე პროდუქტი მათ შორის, აი განსხვავებული გემოები, რაც ერთიანდება. განსხვავებული არის მიწისთხილის კარაქები, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. არასტანდარტული, რა თქმა უნდა, ყოველგვარი მინარევების გარეშე ეს არის მიწისთხილის კარაქი, მაგალითად აჭიკით, მეგრული აჭიკით და მიწისთხილის კარაქი თაფლით და დარიჩინით, რომელიც რაღაც გარკვეულწილად ინოვაციური გემო აღმოჩნდა და ძალიან დიდი მოწონების და პოპულარობით სარგებლობს ქართულ ბაზარზე. ასევე გავაკეთეთ ხაზი ქართული საკმასების, ქართული სუნელი, რომელიც თითქმის ყველა კერძზე მიდის და ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, რომ კომპეტენტური პირებისგან ვისმენთ ძალიან დადებით შეფასებებს. დარწმუნებული ვარ ამაში, რომ შეფასებები ხშირად არის დადებითი და უმეტესწილად დადებითია. ნედლეულზეც მინდა გკითხოთ, გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქცია თქვენს ახსენეთ, რომ ნატურალური ნედლეულისგან იქმნება, ხო? როგორ ხდება ნედლეულის მობილიზება, თავად ხდება გარკვეული ტიპის პროდუქციის წარმოება, თუ მაგალითად გაქვთ ფერმერებთანაც თანამშრომლობები და მათგან იძენთ უკვე ჯანსაღ პროდუქტს. როგორც თავში ვახსენე, ან ჩვენი მთავარი ხაზი არის, რომ ქართული წარმოება იყოს განვითარებული. ხო, ამით რა თქმა უნდა, ადგილობრივ მეწარმეებსაც გვინდა ხელი შეუწყოთ, ამიტომ ამაში საკმაოდ დიდი დრო, რესურსი და ფინანსები იდება, რომ მოვიძიოთ ის ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული, რომელიც თვითონ ჩვენი წარმოებისთვის იქნება ხელსაყრელი. ჩვენ თავადაც ხშირად გვიწევს ხოლმე საქართველოს მასშტაბით მოგზაურობა და ადგილზე შერჩევა კონკრეტული პროდუქტების და რა თქმა უნდა ექსპორტირებულ
მიმართულებით აღარ თანამშრომლობთ უფრო ადგილობრივ მეწარმეებთან, გვაქვს გარკვეული კონტაქტები და აქტიურად ვახდენთ მათთან კომუნიკაციას, რომ ის კონკრეტული ინგრედიენტები, რაც საჭირო არის ჩვენი ექსკლუზიური ნაწარმისთვის, ჩამოვიტანოთ ჩვენ საწარმოში და შემდგომ უკვე მოვახდინოთ, რა თქმა უნდა, ამითი იმ განსაკუთრებული გემოების შექმნა, რასაც შემდგომში მე ჩვენი მომხმარებელი ძალიან სასიამოვნოდ მიირთმევს. ხო, მომხმარებელი ახსენეთ და მინდა გითხოთ, აი როგორი არის მათი უკავშირდა თავიდანვე, როდესაც პირველად გამოჩნდით ბაზარზე, როგორ მიიღო ბაზარმა ის პროდუქცია, რასაც ქმნის კომპანია? პირველი ეტაპი ჩვენი იყო სოციალური ქსელებით გავეცანით საზოგადოებას და პირველივე წელს ჰქონდა ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი კომპანიისგან შემოთავაზება, რომელიც შემდეგ მომავალში ძალიან დაგვეხმარა რეალიზაციაში. ასევე კორპორატიული მიმართულებით იყო დიდი დაინტერესება ინდივიდუალური პირებისგან, რომელმაც მომავალში განაპირობა ჩვენი ძალიან დიდი мотиваცია და ინსპირაცია იყო ერთგვარი, რომ შეგვექმნა მეტად უნიკალური გემოები და დაგვეწყო გემოებით თამაში. აი ამ დადებითმა უკავშირებმა განაპირობა ის შემართება ჩვენი, რამაც დღემდე მოგვიყვანა. ანუ კორპორატიული თანამშრომლობებით ხშირად კომპანიებთან არის ინტერესი მათი მხრიდანაც. როგორ ხდება დღეს თქვენი პროდუქციის, აი როგორ უნდა იყიდოს მომხმარებელმა თქვენი პროდუქტი, სად უნდა ეძებოს, ონლაინ გაყიდვებია ძირითადად, ფიზიკურ სივრცეებშია პროდუქცია განთავსებული, თუ რა ტიპის ჩვენი პროდუქტი, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ძალიან აი ამ მიმართულებით. ხშირად ვღებულობთ მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის ფესტივალებში, მათ შორის როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს ფესტივალებზე. არ შემიძლია აღნიშნო ბოლო პერიოდში თბილისი ბლუმფესტი, რომელმაც მეტი პოპულარობა მოგვიტანა, მადლობა ამ იდეის ხორცშესხმისთვის ნათია თევზაძეს და დუთა დუმაძეს. ის იყო საერთაშორისო დონის ფესტივალი და დაუშვათ ჩვენი პროდუქტი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ისე დიდ ქალაქებში წარმოდგენილი, როგორც არის ქუთაისი, ბათუმი, ტურისტულ ზონებში, ბუნებრივია თბილისში ონლაინაც უმუშაობთ და მომავალში კიდევ ვგეგმავთ სრულად ავითვისოთ დაუშვათ ქართული ბაზარი. აი თბილისი ბლუმფესტი ეძღვნებოდა ქართული კურორტების და ექსკლუზიური ნაწარმის პოპულარიზაციას. და ჩვენი ჯანსაღი ამბიციაც არის ის, რომ ქართულ კურორტებზე ყველა ზონაში იქნეს ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილი, როგორც ქართული იდენტობის და ისტორიის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. თუ გავხსენებთ იმ პერიოდს, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდა კომპანია, რა იყო ის მთავარი გამოწვევების სირთულეები, რაც უკავშირდება კომპანიის შენებას, ახალი ბრენდის შექმნას და იმ პროდუქციის შექმნას, რაც მოითხოვს იმ ხარისხიანი ნატურალური ხაზის, ასე ვთქვათ, ათვისებას. პირველ რიგში იყო ალბათ კონტაქტები და იმ ნედლეულის მოძიება, რომელთაც გვინდოდა რა ეს ჯანსაღი და ნატურალური პროდუქცია გვეწარმოებინა. თავისთავად, რა თქმა უნდა, ბაზარზე ამ მხრივ ძალიან დიდი არის კონკურენცია, რაც კიდევ უფრო გვირთულებდა საქმეს, მაგრამ თვითონ თათარათი როგორც ბრენდი ვერ ჩამოყალიბდებოდა ექსკლუზიური პროდუქტების გარეშე, ამიტომ ჩვენ ჩავრთეთ მაქსიმალური კრეატივი, გავაერთიანეთ ავთენტური და თანამედროვე გემოები უკვე და შევქმნით ისეთი ექსკლუზიური ნაწარმი, როგორც წაღან თამარმა აღნიშნა, მტყაპი შელიბონი, ხუთი სახის თხილეულის გოზინაყი და ასე შემდეგ, რომლის ასორტიმენტსაც ჩვენი მომხმარებელი ფართოდ ნახულობს სიებში, ხო? რა თქმა უნდა, გამოწვევები იყო ფინანსური კუთხითაც, იმიტომ რომ ადგილობრივი წარმოება უშუალოდ ნედლეულის ნატურალურის, რაც რეგიონებში ხდება, არ არის მასობრივი. აქედან გამომდინარე, ღირებულებაც რა თქმა უნდა მეტი არის. ამიტომ ჩვენთვის ესეც გარკვეულწილად იყო პატარა დაბრკოლება, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ წარმატებით გვაქვს უკვე გადაახული ყველაფერი მოდის გამოცდილებით, რა თქმა უნდა და შესაბამისად ამ ეტაპზე უკვე წარმატებით თანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ ფერმერებთან, ისევე ჩვენს თანამშრომლებთანაც, რომლებიც ამ პროდუქციის წარმოებაში გვახმარებიან. და ბოდიში თიკა ჩაგერთვები, თავარი იყო, ანუ გამოწვევა, ეს იყო იდეა, რომელიც
იდეა, რომელსაც უნდა უერთგულო, ალბათ, როდესაც დაიწყებ საქმეს და როდესაც გჯერა შენ ამ ყველაფრის, იმიტომ რომ უამრავი უკავშირი იყო სხვა ადამიანებისგან, რომ ანუ ძალიან დიდი კონკურენცია და შეიძლება წარმატების გზაზე შეფერხდეთ. თუმცა აი ეს სწორად გაწერილი გეგმა, რომელიც კონსტრუქციულია და ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება ითქვას ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მივყვებით, იქიდან გამომდინარე, რომ ორივეს მენეჯმენტში საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი. აი ამ იდეის ერთგულება მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. თუმცა ეს არ გვაკმაყოფილებს ჩვენ და გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობები იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზარზე წარდგეთ ღირსეულად და წარმოვიდგინოთ. რამდენად აქვს პერსპექტივა ამ პროდუქციას და როდისთვის იგეგმება უკვე საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა? პირველ ეტაპზე არის რეალიზაცია, რომელიც უნდა გაიზარდოს და საწარმო, რომელიც უნდა გაფართოვდეს, რომელიც გულისხმობს თავისთავად მერე წარმოების გაზრდასაც, თანამშრომლების გაზრდასაც, ადგილების, სამუშაო ადგილების გაზრდასაც და ის საწარმო, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და გზას გაგვიხსნის საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ეს ავთენტური გემოები. ბატონო, საწარმოს გაფართოებაზე გითხავთ, აი რა რესურსია ამისთვის საჭირო, დაახლოებით რამდენად იგეგმება წარმოდების გაზრდაც და იმ წარმოების გაზრდაც, რაც გაქვთ ახლა და თბილისში იქნება ეს ყველაფერი თუ აპირებთ რეგიონშიც თვალზე? ამაზე ცოტა ვრცლად გეტყვით და ასე რომ ვთქვათ, ექსკლუზიურად მოგაწვდით ინფორმაციას, რომ არა მხოლოდ საწარმოს გახსნაზე გვაქვს ამ ეტაპზე ორიენტირება, არამედ უფრო ფართომასშტაბური ბიზნეს გეგმა გვაქვს, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ. შესაბამისად, ეს ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ქართული კულინარიისა და ისტორიის გაცნობას, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე საზღვარგარეთიდან შემოსული ტურისტებისთვის. გვინდა, რა თქმა უნდა, რომ ის სიმდიდრე, რაც ამ პატარა ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენ მომხმარებლამდე და მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ამ მხრივ ჩვენ სტუმრებსაც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის საკმაოდ დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, ხო? იმიტომ რომ საწარმოს გამართული მუშაობა თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს დიდი ფინანსური რესურსი ჩადებული ამაში. ამ ეტაპზე ჩვენი სახსრებით სამწუხაროდ სრულყოფილად ვერ ვახერხებთ ამის ორგანიზაციას და ვართ აქტიურ მოლაპარაკებებში პარტნიორებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან უკვე ამ ბიზნეს გეგმის რეალიზაციაში და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ ადგილობრივ ფერმერებს და წარმოებლებს დაეხმარებათ განვითარებაში, არამედ მეც სამუშაო ადგილსაც შექმნის, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი მიმართულება არის კიდევ ის, რომ ხელი შეუწყოთ ისეთი ქალების დასაქმებას და თვითრეალიზებას, რომლებიც ნაკლებად ახერხებენ თავიანთი ოჯახური პირობების გამო სტანდარტული სამუშაო გრაფიკით მუშაობას. ამიტომ ამ მხრივაც გვინდა, რომ ლოიალურობა გამოვიჩინოთ ქართული საზოგადოების მიმართულებით და მუშაობა, რა თქმა უნდა, დაწყებული გვაქვს, თუმცა ესე კონკრეტულად ნამდვილად ვერ გეტყვით ვერც ხარჯებს და ვერც ვადებს. ვართ, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების ეტაპზე. თუმცა ძალიან არ გაიწელება ნამდვილად დარწმუნებული ვარ ამაში. ამ დროისთვის რამდენი ადამიანია ჯამში დასაქმებული თქვენ საწარმოში? ამ დროისთვის არის 6 ადამიანი დასაქმებული და საახალწლოდ განსაკუთრებით, როდესაც მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება. მოთხოვნა იზრდება, ვამატებთ ხოლმე თანამშრომლებს და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გავზრდით. ძალიან დიდი მადლობა თამარ თინათინ გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებები და მოკლედ სიახლეები გაგვიზარეთ ხოლმე მუდმივად, მათ შორის ახალი საწარმოს, გასტრონომიულ ნაწილში, დაგეგმილ აქტივობებს გულისხმობ და გელოდებით მოკლედ ჩვენთან ეთერში თქვენი ამბების გასაზიარებლად. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ თამარ და თინათინ ურიდიები თათრეთის თანადამფუძნებლები საუბრობდნენ ჩვენს ეთერში. ძალიან დიდი მადლობა მათ საინტერესო დიალოგი რაც ეხება ჩვენს მორიგ თემას, თანამედროვე ბიზნეს სამყაროში, სადაც კომპანიების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ხშირად მხოლოდ რამდენიმე ათწლეულით შემოიფარგლება, არსებობენ გამონაკლისები, რომლებმაც საუკუნეებსაც კი გაუძლეს, როგორ ახერხებენ ბრენდები ფუნქციონირებას, ოპერირების დაცემის ომებისა და ტექნოლოგიური რევოლუციების ფონზე. ნახოთ სიუჟეტი თემაზე, ჩვენ კი რეკლამის შემდგომ უკვე მორიგი საინტერესო თემით უბრუნდებით.
დღევანდელი უმსხვილესი და ყველაზე ცნობილი კომპანიები ბიზნესის ისტორიის კონტექსტში ძირითადად მოზარდებად, თინეიჯერებად მიიჩნევიან. მათ შორის იმიტომაც, რომ მათი საქმიანობა მხოლოდ ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ცნობილია, რომ კორპორაციული დღეგრძელობა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ამერიკის შეერთებული შტატების 500 უმსხვილესი კორპორაციის 1970 წლის რეიტინგიდან კომპანიების მესამედი 1993 წლისთვის უკვე გამქრალი იყო. შერწყმის შეზღუდვის გაკოტრების ან ლიკვიდაციის გამო. რა თქმა უნდა, კომპანიების ზუსტი ასაკის გამოთვლა რთულია, თუმცა თუ კი თარიღების არითმეტიკას გვერდზე გადავდებთ, შეგვიძლია განვიხილოთ 5 კომპანია, რომლებმაც დროს გაუწეს როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ და უძველეს კომპანიებად არიან აღიარებული. ხუთეულში შედარებით ახალგაზრდა IBM-ია, რომელიც 1911 წლის 16 ივნისს ფინანსისტმა ჩარლზ ფლინტმა დააარსა. სახელი International Business Machines კომპანიამ 1924 წელს მიიღო. IBM-ის საუკუნოვანზე მეტი ისტორია საკმაოდ მრავალფეროვანია. კომპანია ამერიკის სოციალური პროგრამების ერთ-ერთი პიონერი იყო, თუმცა მას მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური რეჟიმისთვის აღჭურვილობის მიწოდებაში სდებდნენ ბრალს. ათწლეულების განმავლობაში ის მსოფლიოში უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია იყო, თუმცა 1980-იან წლებში კინაღამ კატასტროფა განიცადა, როდესაც ინოვაციებს ფეხი ვეღარ აუწყო. კომპანიის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა 1990-იან წლებში ინტერნეტის განვითარების პარალელურად. დღეს IBM-ი მსოფლიოში უმსხვილესი სამრეწველო კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც 1000-ზე მეტ ქვეყანაში 19 კვლევით ცენტრს ფლობს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 234 მილიარდი დოლარია. კონ ედისონი, ან უბრალოდ კონედი, როგორც მას ნიუ-იორკელთა მრავალი თაობა უწოდებს, ჯერ კიდევ 1823 წელს დაარსდა. კომპანია, რომელიც თავდაპირველად ნიუ-იორკ გასლაით კომპანიის სახელით იყო ცნობილი, სახელმწიფო ლიცენზიის საფუძველზე მანჰეტენზე ბუნებრივი აირის ხაზების გაყვანა შეუდგა. 1824 წელს ნიუ-იორკ გასლაითის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე განთავსდა და იგი დღემდე ინარჩუნებს ყველაზე ხანგრძლივად დალისტული კომპანიების რეკორდს. მე-20 საუკუნის დასაწყისში ფირმამ საქმიანობა ელექტროენერგიის მიმართულებითაც გააფართოვა. ხოლო 1926 წელს სახელით შეიცვალა. დღეს კონ ედისონი გაზითა და ელექტროენერგიით დაახლოებით 3,5 მილიონ მომხმარებელს უზრუნველყოფს. მისი საბაზრო ღირებულება კი 39 მილიარდი დოლარია. ლოიდსი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო ბაზარია, თუმცა მისი ისტორია გაცილებით მოკრძალებულ გარემოში. მე-17 საუკუნის ყავის სახლში დაიწყო. ლონდონის, როგორც გლობალური სავაჭრო ცენტრის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდებოდა, რამაც თავის მხრივ მოთხოვნა გემებისა და ტვირთების დაზღვევაზე გაზარდა. 1688 წელს ედუარდ ლოიდის ყავის სახლი იქცა ადგილად, სადაც საზღვაო დაზღვევის შეძენა იყო შესაძლებელი. ბოლო 328 წლის განმავლობაში ლოიდსი გაიზარდა, გაფართოვდა და სპეციალიზირებული დაზღვევის წამყვან გლობალურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მისი კაპიტალიზაცია კი 60 მილიარდ დოლარს აღემატება. ნიუ-ჰემპშირში მდებარე ტატლის ფერმა ამერიკული საოჯახო ბიზნესის გამძლეობის უძველესი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის ოჯახის საკუთრებაში აღარ არის, რადგან 2013 წელს მეურნეობა ტენდერკროპის ფერმამ შეიზღიდა, გაყიდვამდე მას ტატლების ოჯახი უწყვეტად 381 წლის განმავლობაში მართავდა. ბოლო პერიოდში ფერმას ოჯახის მე-11 თაობა მართავდა და ის მრავალი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ძველ უწყვეტად მოქმედ საოჯახო მეურნეობად ითვლებოდა. ეს ყველაფერი კი 1622 წელს დაიწყო. როდესაც ჯონ ტატლი შტატებში ინგლისის მეფე ჩარლზ მეორის მიერ ბოძებული მიწის ნაკვეთის ფლობის უფლებით ჩავიდა. თავისი 381 წლიანი არსებობის მანძილზე ფირმა მრავალი ცვლილება გამოიარა და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდა, 2010 წლისთვის ის გასაყიდად გამოვიდა და $1 მილიონ გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქმიანობა შეწყვეტილი აქვს, ისტორიულ ფირმებზე საუბრისას ყოველთვის გაიგებთ ტაძრების მშენებელი იაპონური კომპანიის კონგო გუმის შესახებ. ეს ბიზნესი 578 წლიდან 14 საუკუნის განმავლობაში ფუნქციონირებდა და 2006 წლამდე მსოფლიოში ყველაზე ძველ, უწყვეტად მოქმედ საოჯახო ბიზნესად მიიჩნეოდა. კონგო გუმის 1428 წლიანი არსებობის ერთ-ერთი საიდუმლო მისი მოქნილობა იყო. მაგალითად, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ტაძრების მშენებლობის სექტორს გაუჭირდა, კომპანიამ დროულად მოახდინა რეაგირება და ომში დაღუპულთათვის სასახლეების წარმოებაზე გადავიდა. კონგო გუმის წარმატება იმაზეც მიუთითებს, რომ სტაბილურ სექტორში მუშაობა მომგებიანია. რთული აიპოვოთ ბუდისტური ტაძრების მშენებლობაზე უფრო ნაკლებად მერყევის სფერო, სადაც რწმენის სისტემა ათასობით წელი არსებობს და მილიონობით მიმდევარი ჰყავს. სამწუხაროდ ეს ისტორიული ფირმა იაპონიის ეკონომიკური რეცესიისგან ვერც ამ ფაქტორებმა დაიცვა. მას შემდეგ, რაც 2006 წელს კომპანიის ვალებმა $343 მილიონ მიაღწია, ის დიდმა იაპონურმა სამშენებლო კომპანია ტაკამაცუმ შეიძინა და კონგო გუმი მის შვილობილად აქცია. ისტორია მიგვანიშნებს, რომ ძველი კომპანიებისთვის განვითარების გაგრძელება შესაძლოა უფრო და უფრო გართულდეს, თუმცა ეს ყოველთვის ინდივიდუალური ფაქტორია.
დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას 2023 წელს ყაზბეგში 2 მილიონი ევროს უცხოური ინვესტიციით ახალი სასტუმრო სტეპინ აშენდა მიუხედავად მაღალი მოლოდინებისა მაგალითად 2026 წლის პირველი ხუთი თვე სასტუმროსთვის კრიტიკულად რთული აღმოჩნდა დამფუძნებლის ინფორმაციით გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვების შემცირებამ 200%-საც გადააჭარბა. ამ მკვეთრი ვარდნის მთავარ მიზეზად უამინდობა და ყაზბეგის მიმართულებით გზის ხშირი ჩაკეტვა სახელდება, რამაც წინასწარი ჯავშნების მასობრივი გაუქმებაც გამოიწვია. თუ როგორ აისახება ინფრასტრუქტურული და კლიმატური პრობლემები უშუალოდ ბიზნესსა და რეგიონის საინვესტიციო კლიმატზე, ამაზე ჩვენ სტუმრისგან მოვისმენთ შეფასებებს. ანი ალიბეგაშვილია ჩვენთან ერთად სასტუმრო სტეპინის დამფუძნებელი. მოგესალმები ანი, მადლობა. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ტურიზმზე დგას ძირითადი ქვეყნის დოვლათი. ნამდვილად ასეა და ანი. უპირველესად დავიწყოთ განვლილი თვეების შეფასებით. რთული კლიმატური პირობების გამო ოპერირება არ იყო წარმატებული და ფაქტობრივად შეჩერებული გქონდათ საქმიანობა. შევაფასოთ ეს განვლილი თვეები. კი ბატონო, ზამთრის პერიოდი ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის, ანუ ყაზბეგის რეგიონისთვის არის რთული, თუმცა უნდა აღნიშნო, რომ მაღალმთიანმა კურორტებმა წელი საკმაოდ ეფექტურად დაიწყეს და როგორც გუდაურს, ასე ბაკურიანს და სათხილამურო კურორტებს ყავდათ ბევრი დამსვენებელი. რაც ნაწილობრივ ჩვენზეც ისახებოდა, იმიტომ რომ რუსეთიდან გადმოსული სტუმრები ხშირ შემთხვევაში ჩერდებოდნენ ჩვენთან და ჩვენგან დადიოდნენ უკვე კობი იძლევა საშუალებას ინფრასტრუქტურით, გონდოლები არის მოწყობილი და ასევე კარგი საპარკინგო სივრცე, რაც ასევე მნიშვნელოვანი არის, გადასულიყვნენ ეს რეალად ან გუდაურის ან ყაზბეგის მიმართულებით და დაბრუნებულიყვნენ შემდეგ უკან. თუმცა დიდ თოლობამ, რომელიც ნალექი უხვი იყო მიმდინარე სეზონზე, ძალიან დიდი პერიოდით გამოიწვია გზების ჩაკეტვა. გუდაური კობის მონაკვეთი არის სვავსაშიში მონაკვეთი და როდესაც ჭარბი რაოდენობის თოვლი მოდის, აუცილებელი არის გარკვეული უსაფრთხოების ნორმების დაცვა იმისთვის, რომ გადაადგილება შეძლონ მანქანებმა. და ეს ყოველთვის ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ტურიზმს და შესაბამისად უკვე დატვირთულობას და ასე შემდეგ. ეს პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ველოდებით უკვე 3 წელი არის, როდის გაიხსნება გვირაბი, რომელიც დააკავშირებს მლეთას პირდაპირ კობთან. მოლოდინები გქონდა, რომ შარშანდელი წელი უკვე ამ გზით შევხედროდით უნდა, თუმცა წლევანდელ წელსაც არ გვაქვს დადებითი პროგნოზი და დიდი ალბათობით 2027 წელზე გადაიწევს ამ გვირაბის გახსნის პერიოდი. ეს შეგვიცვლის სურათს და ყაზბეგს ექნება საშუალება უკვე რომ 12-ვე თვის განმავლობაში იყოს მოწოდების სიმაღლეზე და შეძლოს კურორტის სწორად პოზიციონირება. გაზაფხულის პერიოდზე, სადაც ვამყარებდით იმედებს, რომ აქტიური პერიოდი უნდა იყოს. გაზაფხული, რომელიც აპრილის თვიდან ყაზბეგში ძალიან აქტიურ ფაზაში შედის ხოლმე, წლევანდელი წელი იყო ძალიან დიდი ჩავარდნა. დაახლოებით 13 დღის განმავლობაში ჯამურად ვიყავით სრულიად პარალიზებულები არ იყო გადაადგილება, ანუ ერთადერთი გონდოლებით იყო შესაძლებელი ცენტრთან დაკავშირება და შესაბამისად გვიუქმდებოდა ჯავშნები და რეალურად პირველი წელი იყო, როდესაც უარყოფითი მაჩვენებლით დავამთავრეთ სეზონის გახსნა და პირველი თვე. ეს ნიშნავს იმას, რომ საჭირო გახდა თანხის ჩასხმა იმაში, რომ მინიმალური საჭიროებები სასტუმროსი ყოფილიყო დაკმაყოფილებული. მაისიდან მდგომარეობა შედარებით იცვლება, თუმცა უამინდობა, რომელიც მთელ საქართველოში არის და ჩვენ რაღაც კონკრეტულ იმას ვერ დავაბრალებთ, უამინდობა და წვიმიანობა ნალექი, ესეც არის ისეთი სტიმული, სადაც ძირითადად საქართველოში შემოსული ვიზიტორები მზად არიან, რომ თბილ ქვეყანაში ჩამოდიან დასასვენებლად და ამ დროს მთაში ხვდებოდით ისეთი კლიმატით, რომ მათთვის აბსოლუტურად და ძალიან დიდი დისკომფორტის მომტანი იყო ყაზბეგში დასვენება. შესაბამისად ველოდებით ახლა დაგვეწყო უკვე ზაფხულის სეზონი, ბოლო 2 კვირა არის შეცვლილი არის მნიშვნელოვნად სურათი, გაზრდილი არის რეგიონშიც და ეს იგრძნობა აუცილებლად ყველა სერვისში, რომელიც პარალელურ რეჟიმში იყიდება, იქნება ეს ტურები, იქნება ეს მყინვარწველის ძალაშქვრა თუ ასე შემდეგ, მოძრაობა არის განახლებული, თუმცა ძალიან შეცვლილი არის სეგმენტი
რომელიც საქართველოში შემოდის და ამას არაერთხელ აღვინიშნავს ამ სერვისში მყოფ ბიზნესებს, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო ნაკლებ გადახდის უნარიანი ვიზიტორი შემოდის საქართველოში, რაც მთლიანობაში აისახება ფასებზე და ფასების დინამიკაზე, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ყოველწლიურად იზრდებოდეს ინფლაციის და გაზრდილი ხარჯების გათვალისწინებით, რომელი იქნება ეს ხელფასების მიმართულება დამსაქმებლების კუთხით თუ იქნება ეს პროდუქტების თვითღირებულება, ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენ გვიწევს ერთმანეთის ყურება, არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების გათვალისწინება ბაზარზე, რომლებიც ოპერირებენ და წევენ იგივე ტიპის მომსახურებას, უბრალოდ ეს მათთვის რაღაც შავი ბუღალტერიის ხვრელი არის და იყენებენ მსგავსი ტიპის შინაარსის შესაძლებლობებს, გვიწევს არათანაბარ პირობებში თამაშის წესების შემუშავება და ეს არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ბაზრის კვლევა ყოველდღიურად და ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ არ დარჩეს საბოლოო ჯამში წაგებულ პოზიციაში, არის ძალიან დიდ რესურსთან დაკავშირებული, რომელიც სამუშაო ძალად საბოლოო ჯამში მცირე ზომის სასტუმროებისთვის, ალბათ 50 ნომრამდე ვისაც აქვს, ფაქტობრივად 1 და 2 ადამიანის შესაძლებლობებზე გადის. Ani, როცა ახსენე ცვლილება იმ სეგმენტის, რაზეც გვისაუბრია, ზოგადად ქვეყნის ჭრილში, ხომ შეცვლილია ტურისტული სეგმენტი და ამაზე საუბრობს თითქმის ყველა რეგიონის თუ დედაქალაქის სასტუმრო თუ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელი. თქვენ შემთხვევაში ყაზბეგის ნაწილს თუ შევეხებით, ახსენე რომ ის ხარჯულუნარიანი ტურისტი აღარ შემოდის. Ძირითადად რომელი ქვეყნის დამსვენებლები სტუმრობენ დღეს ყაზბეგს? ამ ეტაპზე მაინც ჯერჯერობით ლიდერობს ისრაელი, ყოველ შემთხვევაში ბოლო 3 კვირა არის, მანამდე პერიოდს ვერ შევაჯამებ, იმიტომ რომ არაფრის მომცემი სურათი არ არის. ისრაელი ისევ მოწინავეა, თუმცა შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდში თუ 55-დან 57%-მდე მერყეობდა დატვირთულობაში მათი წილი, ახლა არის 25-30%-მდე შემცირებული. და ისრაელი სხვათა შორის არის ის ქვეყანა და მათი მოქალაქეები, რომლებიც არიან დაინტერესებულები ექსტრემალური სპორტითაც და უყვართ მთაში ჰაიკინგი და დროს უთმობენ და რესურსს უთმობენ ქვეყნის შესწავლას. ეს დარტყმა არის ალბათ ის სწორედ რომლითაც ჩვენ დატვირთულობა, რომელიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სადღაც 90-დან 92%-მდე მერყეობდა, სადღაც 65%-მდე არის ახლა შემცირებული. ისრაელის დანაკლისი ძალიან რთული არის ქვეყნისთვის და ისევ იგივე პრობლემას უბრუნდებით, რომ დივერსიფიცირებული არ არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ვართ თავიდან ბოლომდე ტურიზმზე და ტურიზმი ნებისმიერ სტიმულზე რეაგირებს, რომელიც საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ქვეყანას ანუ მხოლოდ უკრაინის ფაქტორი არ არის, ხო? ანუ რეგიონში არის ძალიან დიდი დაძაბულობა და აქვე აღნიშნავ ხოლმე სულ რომ რეგიონული ტურიზმი, რომელიც საკმაოდ განვითარებული იყო წინა წლის პერიოდებში, წელს ფაქტობრივად ვერ ხვდებით. ანუ ჩვენ ყოველთვის საუბრობთ ჩვენ დამსვენებლებთან და ვიკვლევთ რა დაათვალიერეს იმისთვის, რომ შემდგომ რჩევები მივცეთ თუნდაც საქართველოში იმ პერიოდის განმავლობაში რა დღეებიც აქვთ, რისი ნახვა იქნება მართებული. სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ანუ ეს სამკუთხედი იყო, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ერთდროულად ნახულობდა და წელს ანუ მსგავსი შინაარსის და მსგავსი ჩანაფიქრის მქონე ტურისტი ჯერ არ შეგვხვედრია. უკარო დაუბრუნდეთ სტატისტიკას, ისრაელი, რუსეთი არის, რა თქმა უნდა, ისევ სამეულში და საქართველო. ანუ ეს სამი ქვეყანა არის, რომელიც გამოიკვეთება. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო ის, რომ შარშანდელ წელს ევროპიდან მიღებული ტურისტული ნაკადი ბევრად უფრო მცირე იყო და ახლა მცირე ზრდა ფიქსირდება და უფრო მეტად თვალშისაცემი არის გერმანიის და პოლონეთის გააქტიურება, რაც ცალსახად მისასალმებელი არის.
მაგრამ თვითონ ტურიზმის შინაარსი და მიზანი, რომელიც ჩემი აზრით საქართველოს უნდა გქონდეს როგორც განვითარებად და პატარა ქვეყანას, უფრო საინტერესო არის, როდესაც ინდივიდუალური ტურიზმი ვითარდება, იმიტომ რომ მსგავსი ვიზიტორები არიან ბევრად უფრო ხარჯვაუნარიანები, ვიდრე ჯგუფური ტურიზმი. და ესეც აღსანიშნავი არის, რომ მიმდინარე წელს საკმაოდ გააქტიურებულები არიან ტუროპერატორები, ბევრი ჯავშანი შემოგვდის მათგან, მაგრამ როგორც ჩვევია მსგავსი ტიპის ჯგუფურ ვიზიტორებს, ისინი ხარჯვაუნარიანები არ არიან. წინასწარ არის გაწერილი, ტუროპერატორს აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რა უნდა ნახოს, რა ტრანსპორტით, ვინ უნდა გაუწიოს მომსახურება, რაც ბაზარზე, ანუ იმდენად ცვლის სურათს, რომ ინდივიდუალური ფიზიკური პირები თუ მცირე მეწარმეები ფაქტობრივად იმ შემოსავლებს ვერ ნახულობენ, რაზეც გათვლა აქვთ და მთელი წლის განმავლობაში აკუმულირებას აკეთებენ ამ შემოსავლების, რომ არასეზონზე ოჯახების და საკუთარი შიდა მეურნეობების მართვა შეძლონ. კი ბატონო და ani როცა საუბრობ რომ ახლა უფრო მეტად დასტაბილურდა სიტუაცია განვლილ თულთუებთან შედარებით ახლა ზაფხულის ნაწილზე მინდა გადავიდეთ რა თვეების ჭრილში გაქვთ ჯავშნები უკვე მიღებული და დატვირთულობა დაახლოებით რა პროცენტულ ფულს აღწევს დატვირთულობა ამ ეტაპზე მერყეობს ანუ ივლისი, აგვისტო, სექტემბრის თვის პერიოდზე 60%-დან 75%-მდე დატვირთულობა და ჯავშნების უკვე მიღებული გვაქვს, თუმცა იგივე პერიოდში ბევრად უფრო მაღალი დატვირთულობები გქონდა. რეალურად ყაზბეგში იმდენად ცოტა განსათავსებელი ობიექტი არის და როდესაც სწორი განვითარება და სწორი ნაკადები შემოდის რეგიონში, ხშირ შემთხვევაში ვერ აუდივართ ხოლმე და ახლა ეს მდგომარეობა არ არის, იმიტომ ერთმანეთს ვეკონტაქტებით ბიზნესები, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენ გულის ტკივილს და ყველას ერთი და იგივე სურათი გვაქვს, სადაც ყოველდღიურად ველოდებით, რომ აი რაღაცა იქნება და დღეს გარედან ვოლქინი შემოვა და იმითი შევივსებით სრულად. თუმცა პოზიტიური მოლოდინები რა თქმა უნდა გვაქვს, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება მართო საქმე და იყო ამ პროცესში ჩართული. ნამდვილად ასე და ფასების ნაწილსაც გითხავთ, თუ არის წელს ცვლილებები გამომდინარე? ხო, პირიქით, ანუ ეს არის ყველაზე სასაცილო, რაც ამ სექტორს ჭირს, ხომ? გვიწევს რეაგირება მოცემულობებზე და თუ შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ პერიოდებს, იმის ნაცვლად, რომ საშუალოდ 7%-დან 10%-მდე იზრდებოდეს მომსახურების ღირებულება, ჩვენ გვიწევს ამ თანხების შემცირება, რაც საბოლოო ჯამში უკუგებაზე იქნება ასახული და რეალურად ჩვენც უკვე პარტნიორთან ერთად შევთანხმდით და შევჯერდით იმაზე, რომ მიმდინარე წელი იქნება გადარჩენის წელი, სადაც ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ყველაზე ძლიერი აქტივის, ჩვენი თანამშრომლების შენარჩუნება და მომზადება ზამთრის სეზონისთვის, რომელიც ასევე რთული იქნება. სხვა დამატებითი მოლოდინები, რომელიც შეიძლება გარკვეულწილად შემდგომ იზრდებოდეს უკვე ბიზნესის განვითარებაში და სტრატეგიის ცვლილებაში, ისევ გვაქვს სადღაც თაროზე შემოდებული და ველოდებით ცვლილებებს, რაც ახლო პერიოდში რეგიონშიც და მსოფლიოშიც შეცვლის სიტუაციას. მადლობა ani, გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებები და გისურვებთ, რომ ეს ვითარება დასტაბილურდება. ხშირად გვაქვს ხოლმე ეს სურვილი. ასევე ჩვენ ქვეყანას ვუსურვებ განვითარებას და ვუსურვებ ევროპულ მომავალს. მადლობა კიდევ ერთხელ ani ალიბეგაშვილი, სასტუმრო სტეპინის დამფუძნებელი საუბრობდა ჩვენს ეთერში. იმედი ვიქონიოთ, რომ ზაფხულის სეზონი ბიზნესისთვის შედარებით სტაბილური და მოგებიანი იქნება. ჩვენ კი კიდევ ერთ სიუჟეტს ვნახავთ. მზარდი გლობალური გაურკვევლობის ფონზე ინვესტორებისთვის კაპიტალის უსაფრთხოება მთავარ პრიორიტეტად იქცა. Hellion Partners საინვესტიციო რისკებისა და მდგრადობის ახალი ინდექსი აჩვენებს, რომ ტრადიციული კრიტერიუმები, როგორიც არის ბაზრის ზომა, ადგილს უთმობს ქვეყნის უნარს გაუძლოს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ შოკებს. კვლევის თანახმად, ყველაზე უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს მცირე ევროპული სახელმწიფოები ქმნიან. დღეისათვის ამ სიუჟეტს გიტოვებთ, რომელიც საინვესტიციო კლიმატის ინდექსს და ზოგადად უსაფრთხოებას ასახავს. ამით კი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. მე გემშვიდობებით ორ შაბათამდე, თუმცა BMG-ს ეთერს რამდენიმე წუთში უკვე საქმის კურსი აგრძელებს.
სად არის კაპიტალი ყველაზე მეტად დაცული მზარდი გლობალური გაურკვევლობის ფონზე? Henley & Partners-ის ახალი გლობალური საინვესტიციო რისკებისა და მდგრადობის ინდექსი ამ კითხვაზე საინტერესო პასუხს გვთავაზობს. დღეს ინვესტორებისთვის მთავარი კრიტერიუმი არა მხოლოდ ბაზრის სომა ან მოსალოდნელი მაღალი უკუგება, არამედ ქვეყნის უნარი, გაუძლოს ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ შოკებს. ინდექსი 13 სხვადასხვა ინდიკატორს აფასებს. უსაფრთხოება განისაზღვრება ისეთი ფაქტორებით, როგორიც არის პოლიტიკური სტაბილურობა, ინფლაციის დონე, მართლობის ხარისხი, საჯარო ფინანსების მდგომარეობა და სავალუტო რისკები. სწორედ ამიტომ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები რეიტინგში მხოლოდ 24 ადგილს იკავებს. ეკონომიკური ზომის მიუხედავად, პოლიტიკური და ფისკალური რყევები მის მდგრადობაზე უარყოფითად აისახება. რეიტინგში აბსოლუტური დომინაცია ევროპას ეკუთვნის. მეტიც ევროპის მცირე ეკონომიკები დიდ საინვესტიციო ბაზრებს უსწრებენ. რეიტინგის აბსოლუტური ლიდერია შვეიცარია, როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, მისი მიმზიდველობა განსაკუთრებულ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, ინოვაციების მაღალ დონეს და ეკონომიკურ სტაბილურობას ეფუძნება. შვეიცარიას კიდევ ერთი ევროპული სახელმწიფო მოსდევს. საუბარია დანიაზე, რომელიც რეიტინგში ინვესტორთა ნდობითა და უსაფრთხოების ხარისხით მეორე ადგილს იკავებს. დანიას საჯარო ფინანსების დისციპლინა და სოციალური მდგრადობა გამოარჩევს, რაც ეკონომიკურ ყევებს მინიმუმამდე ამცირებს. მესამე ადგილოსანიც ევროპული ქვეყანაა. Henley & Partners-მა მესამე პოზიცია ნორვეგიას მიანიჭა. მათი შეფასებით, ბუნებრივი რესურსების ჭკვიანური მართვა და მსოფლიოში უდიდესი სუვერენული ფონდი ნორვეგიას ნებისმიერი შოკის მიმართ მდგრადს ხდის. ინვესტორებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ-10-ში ერთადერთი არაევროპული ქვეყანა სინგაპურია. ინვესტორებისთვის სინგაპურის მიმართ ნდობა ყოველწლიურად ზრდას აჩვენებს. ინტერესის მთავარი მიზეზი კი ძლიერი მმართველობა, კორუფციის დაბალი დონე და კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოა. ინსტიტუციური სიძლიერე და ადაპტაციის კარგი უნარი. ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რომლებიც შვედეთს ინვესტიციების გრძელვადიანი დაცვის გარანტად აქცევს. ინდექსის მიხედვით შვედეთი იმ 5 სახელმწიფოს შორის ხვდება, რომლებიც 2026 წელს ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა. მეექვსე ადგილზე ლუქსემბურგია, მცირე მასშტაბების მიუხედავად ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ცენტრია. ქვეყანა ინვესტორებს პოლიტიკური სტაბილურობით, ძლიერი ინსტიტუციური ჩარჩოთი და კაპიტალის დაცვის უმაღლესი სტანდარტებით იზიდავს. შვიდეულს ფინეთი ხურავს. ქვეყანა, რომელიც გამჭვირვალე ინსტიტუტებით, კორუფციის უკიდურესად დაბალი დონითა და მყარი სოციალურ-ეკონომიკური მოდელით გამოირჩევა. ის ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია. ამასთან ფინეთი გარე შოკების მიმართ გამორჩეულად მდგრადია. ინდექსი საქართველოს საინვესტიციო სურათსაც აფასებს. როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყანა ინვესტორების თვალში ორმაგრიალობაში იმყოფება. ერთი მხრივ საქართველო ინვესტორებს მოქნილ საგადასახადო სისტემას, ლიბერალურ ბიზნეს გარემოს და ლოგისტიკურ პოტენციალს თავაზობს. მეორე მხრივ კი ინვესტორებისთვის რისკებს, არასტაბილური გეოპოლიტიკური გარემო, მეზობლად მიმდინარე ომები და შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია ზრდის. 150 ქვეყანას შორის ინვესტორთათვის უსაფრთხოების კუთხით საქართველო 39 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ჩვენი ქვეყანა ინვესტორებისთვის ყველაზე უსაფრთხოა. საქართველოს შემდეგ კი სომხეთი და აზერბაიჯანია, რომლებიც შესაბამისად 53 და 67 პოზიციებს იკავებენ. მიუხედავად ცალკეული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა, გრძელვადიანი გეოპოლიტიკური და სასაზღვრო დაძაბულობის გამო, ეს ქვეყნები ინვესტორებისთვის კვლავ მაღალი რისკის ზონებად აღიქმება. აზერბაიჯანს მალევე მოსდევს რუსეთი. მკაცრი საერთაშორისო სანქციებისა და ომის გამო ფაქტობრივად ქვეყანა იზოლირებულია. ის ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სარისკო ზონად რჩება, რაც კაპიტალის მასშტაბურ გადინებას განაპირობებს. ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის ინვესტორების ყველაზე დაბალი ნდობით თურქეთი სარგებლობს. თურქეთმა ბოლოდროინდელი ეკონომიკური რეფორმებისა და ბაზრის ნდობის ნაწილობრივი აღდგენის ფონზე რეიტინგში მნიშვნელოვნად წაიწია, თუმცა ქვეყანა კვლავ აქტიურად ებრძვის მაღალ ინფლაციასა და სავალუტო რისკებს. თანამედროვე სამყაროში ინვესტორებისთვის კაპიტალის დაცვა არა ეკონომიკის მასშტაბებს, არამედ ქვეყნის მდგრადობას უკავშირდება. ინსტიტუტების სიძლიერესა და უნარს შეინარჩუნოს სტაბილურობა გლობალური კრიზისების ფონზე.